შესაძლებელია თუ არა ებრაულად ცხოვრება და ებრაელების მხარდაჭერა, ამავდროულად ხელოვნების სფეროში კარიერის გაგრძელება. თაობების განმავლობაში ამერიკელი ებრაელები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჰოლივუდში და თეატრში, მაგრამ იშვიათად იყენებდნენ ამ პლატფორმებს ებრაული საკითხების დასაცავად. მით უმეტეს, რომ თავიანთი ნამუშევრებით აეხსნათ ან გაესვათ ხაზი ებრაულ ცხოვრებას, როგორც იმას, რაც აღნიშვნას იმსახურებს და ნორმალურად უნდა აღიქმებოდეს, და არა როგორც ტრაგედიის ფონად, ან ისეთ რამედ, რაც უნდა მიეტოვებინათ იმისთვის, რომ სრულფასოვნად გამხდარიყვნენ ამერიკელები. და 7 ოქტომბრის შემდეგ და ანტისემიტიზმის ნორმად ქცევის ფონზე ებრაელების საჯარო სივრციდან წაშლა, ისევე როგორც ისრაელის დემონიზაციის მიღება, ნორმად იქცა. მაგრამ ერთი ებრაელი ხელოვანი, რომელიც ჰოლივუდში გაიზარდა, ცდილობს ამ ტენდენციის შეცვლას. ამ კვირაში Think Twice-ში ვსაუბრობთ მსახიობთან, ხელოვანთან და პოდკასტერისთან ჯონა პლატთან, იმაზე, რას ნიშნავს დღეს ებრაელობა. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Think Twice-ში. ებრაელები ამერიკულ პოპულარულ კულტურაში საუკუნეზე მეტია ყველგან არიან. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ მათ ასე თუ ისე ჰოლივუდი გამოიგონეს. მაგრამ მათგან ცოტას, ან მათ მინდევრებს შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი პოპულარობა და გავლენა გამოიყენეს იმისთვის, რომ ებრაული ცხოვრების ისეთი სახე გაეპოპულარებინათ, თითქოს ეს ჩვეულებრივი ადამიანების საქმე იყო. ჰოლივუდი ასახავდა წარმატებული ებრაელების სურვილს სრულად ასიმილირებულიყვნენ, მაგრამ ასევე ისე წარმოაჩენდა მათ, ვინც ამას არ აკეთებდა, ან მაინც სურდა თავისი იდენტობა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად შეენარჩუნებინა, თითქოს ისინი უნდა გამქრალიყვნენ. მაგრამ ებრაული განსაკუთრებულობისგან ეს უკან დახევა მხოლოდ პრელუდია იყო იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა ამერიკული მემარცხენეების მიერ, ისეთი ტოქსიკური მემარცხენე თეორიების მიღებას, როგორიცაა კრიტიკული რასის თეორია, ინტერსექციონალობა და სახლებრივი კოლონიალიზმი, რომლებმაც მცდარად მონათლეს ისრაელი და ებრაელები როგორც თეთრი დამტრგუნველები, ხოლო სიონიზმი რასისტული ფაშიზმის ფორმატს წარმოაჩინეს. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ხელმძღვანელობით პალესტინელი არაბების ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ისრაელის თემებზე და შემდგომ ანტისემიტიზმის გლობალური ზრდის ფონზე ისრაელისადმი მხარდაჭერა გაქრა. და აღშფოთება ებრაელთა სიძულვილის უპრეცედენტო ზრდაზე, ან თუნდაც 7 ოქტომბრის სისასტიკეზე, იშვიათად ისმოდა ხელოვნების სამყაროდან, მათ შორის მის ყველაზე გამორჩეულ ებრაელ წარმომადგენლებშიც კი. მაგრამ ამ წესის გამონაკლისებიც არსებობს და გვიხარია, რომ დღეს ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან ერთად არის. ჯონა პლატი მსახიობია, მომღერალი, მწერალი, რეჟისორი და პროდიუსერი, რომელიც ცნობილია ბროდვეიზე, კინოში და ტელევიზიაში გამოჩენებით. მაგრამ 7 ოქტომბრის შემდეგ მისი მთავარი პროექტი გახდა Being Jewish with Jonah Platt, მისი პოდკასტი. ჰოლივუდში გაიზარდა მამასთან, რომელიც წარმატებული პროდიუსერი იყო და ასევე აქტიურად იყო ჩართული ებრაულ საზოგადოებაში, და დედასთან, რომელიც ცნობილი ებრაული აქტივისტი და ფილანთროპი იყო. მან საკუთარ თავზე აიღო ებრაული ცხოვრების პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია და ებრაულ საზოგადოებაში მეტი კომუნიკაციისა და ერთიანობის შთაგონება. ჯონა პლატი, მოგესალმებით Think Twice-ში. გმადლობთ რომ დამპატიჟეთ. დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და დღეს შემოგვიერთდით. მინდა გითხოთ, რა იყო ის, რამაც მოგცათ ბიძგი, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ებრაელობაზე კონცენტრირება დაგეცოთ? როდესაც ჩანს, რომ შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ებრაელთა უმეტესობა ან მხარს უჭერდა ისრაელზე თავდასხმას, ან უბრალოდ დუმდა. კარგი, მე თქვენი მტკიცების მეორე ნაწილს ეჭქვეშ დავაყენებდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობდნენ, თითქოს მხარს უჭერდნენ. მაგრამ ჰოლივუდში ბევრი ადამიანი ყავდა, როგორც ეკრანზე, ასევე კადრს მიღმა, რომლებიც ჩემსავით ეხლა უფრო მეტად არიან ჩართული ვიდრე ოდესმე. და ნამდვილად არ მინდა რამე დავაკლო იმ ძალიან ხმაურიან მაკაბელ ებრაელ მებრძოლებს, რომლებიც ჰოლივუდში ყავს. და ამ ვითარებაში ყველანი მართლაც აქტიურად ჩაერთნენ. მაგრამ თუ საკუთარ თავზე ვიტყვი, იცით, ეს ჩემი ცხოვრების მომენტია, უდავოდ. და ჩვენი საერთო ცხოვრებისაც, თუ ებრაულ საზოგადოებას გულისხმობთ. თუ ეხლა არ აპირებ შენი ებრაული იდენტობის მიღებას და ამაგად თავდაჯერებულად მის დაცვას, მაშინ როდის აპირებ ამას ოდესმე? ეს რომ ჩემთვის ეს ნამდვილად არ იყო არჩევანი. ეს არ ყოფილა შეგნებული გადაწყვეტილება, უნდა გავაკეთო ეს თუ არა. რა შეიძლება მოხვეს ამას? მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ის არის, ვინც ვარ. ყველაფერი სასტორზე დევს.
ჩვენ ვხედავთ, იცით, 7 ოქტომბერი იყო საშინელება, როგორიც არც ერთ ჩვენგანს არასდროს უნახავს. ყოველ შემთხვევაში, ჩემს სიცოცხლეში. დენ ამის წინაშე ორი გზა იყო. ვფიქრობ, იცით, ზოგი ამ ყველაფერს გაერიდა. სხვები კი ამ მომენტს ღირსეულად შეხვდნენ. და ჩემთვის მართლა არ იყო სხვა გადაწყვეტილებება. უბრალოდ მიუყევი, იცით, მარკ კუბანის ერთ ციტატას ვიხსენებ, სადაც ამბობს, არ გაჰყვა შენს ოცნებებს, გავტევი შენს ძალისხმევას. დენ ეს ყოველთვის მახსოვდა. და ჩემი ძალისხმევა ამ მიმართულებით მიმყავდა. უბრალოდ ჩემი ენერგია და დრო აი აქ იხარჯებოდა ბუნებრივად. და რამდენიმე თვე იმის შემდეგ, რაც ძალიან აქტიურად ვიყავი სოციალურ მედიაში და რეალურ ცხოვრებაში, ოქტომბრის 7-ის უშუალო შემდეგ მე მართლა მინდოდა, რომ ჩემს პროაქტიურ ებრაულ აქტივიზმზე უფრო მეტად გამეკეთებინა აქცენტი. და სწორედ აქედან გაჩნდა თავად პოდკასტი Being Jewish. რა არის ჩემი ძირითადი, პროაქტიული, პოზიტიური გიური გზამნილი, ანუ ის ღირებულებები, რომლებსაც ნამდვილად მინდა მივხვე. არა მხოლოდ იმაზე რეაგირება, რაც ეხლა ხდება, არამედ სერიოზულად ფიქრი იმაზე, რომ აი ყველაფერი ნელ-ნელად წყნარდება. როგორ გამოიყურება ეს მომავალში? გმადლობთ, რომ მოусმინეთ პოდკასტ Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან პირდაპირ ეთერში გვიყურებთ, Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS. დააცკაპუნოთ ზარზე შეწყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე, გარდა Think Twice-ის არსებობს Jonathan Tobin Daily პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც სტრესით გავართ. ყოველდღიურ გადაცემას Jonathan Tobin Daily სახელით JNS-ის არხზე შეგიძლიათ იპოვოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. ეხლა კი დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. დიახ, ვფიქრობ, სამართლიანია ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ბევრი ებრაელი იყო, ვინც ხელოვნებაში მუშაობდა, საჯაროდ გამოხატავდა თავის პოზიციას და ბევრი საქები საქმე გააკეთა. მაგრამ მე ხშირად მესმოდა, განსაკუთრებით იმ პირველ რამდენიმე თვეში, კვირებში, თვეებში, პირველ წელს, 23-დან 24-ში გადასვლისას მკითხველები მეკითხებოდნენ. ამ ადამიანზე რა სიტყვით, იმ ადამიანზე რა სიტყვით. იცით რა? აღმოვაჩინე, რომ ამას თავადაც ვაკეთებდი. და ყოველთვის ისეთი ადამიანი ვიყავი, რომელსაც ჯეროდა, რომ რაც ნაკლებად ვიცოდი ჩემი საყვარელი არტისტების ან სპორტსმენების პირად ცხოვრებაზე ან მათ შეხედულებებზე, მით უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. არ მინდოდა ამაში ღრმად ჩაძიება, იმიტომ რომ იცით, ეს როგორც წესი უფრო ბედნიერს არ გაგხდის. ხო, არ გჭირდება ამის ცოდნა. იცით მაგალითად, რომ თქვენი სპორტული კუმირი ბავშვობაში საშინელი ლოთი იყო, ან რაღაცა მსგავსი. ან კონდეს მართლაც საშინელი შეხედულებები, რომლებიც მართლა გაშინებს. ხელოვნების ხელოვანის გამიჯვნა. მართალია. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ საკუთარ თავს ხედავდი. ან სოციალურ ქსელში რომ უყურებ, კიდე ხელი ჩაყო და შეარხიო ისინი და უთხრა, რომ ეს მართლა მნიშვნელოვანია. ეს ისტორიული მომენტია. გულისხმობ, მე ვიხსენებდი იმას, რაც წავიკითხე ებრაელებზე ჰოლივუდში 1930-იანი წლების ბოლოს. და მინდა ცოტა უფრო მეტი გკითხო ებრაელებისა და ხელოვნების ისტორიის შესახებ. მაგრამ მახსოვს, რომ წავიკითხე, როცა დიდი მწერალი ბენ ჰექტი, რომელიც ჰოლივუდში მწერლებს შორის სუპერვარსკვლავი იყო, ცდილობდა ხალხის დაინტერესებას. და ის არ იყო ებრაულ ცხოვრებაში დიდად ჩართული, მაგრამ მან დაწერა იმაზე, თუ როგორ შეეჯახა შემთხვევით ისტორიას და გააცნობიერა, როგორც თვითონ წერდა, რომ მისი ტომი ისრაელია და ძალიან გაბრაზდა სხვა ებრაელებზე, რომლებიც ხმას არირებდნენ. ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღმერთო, რატო არაფერს აკეთებ, რატო არ ლაპარაკობ? შენც ასე იქცევდი. დიახ, ფიქრობ, რაც ეხლა დავინახე და რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა, არის ის, რაც ჰოლივუდში მოხდა 7 ოქტომბრის შემდეგ. თითქოს რამდენიმე სხვადასხვა კატეგორია. ფიქრობ, იმედგაცრუების გრძნობა კიდევ უფრო გაამძაფრა ურთიერთობის ერთგვარმა ერთფრიობამ. ფიქრობ, ბევრ ადამიანს ეგონა, რომ ბოლო 10-დან 20 წლამდე პერიოდი სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდათ მომენტები, როცა სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდებოდათ. და ჰოლივუდი მათ გვერდით იდგა. იქნებოდა ეს ებრაელები თუ არა ებრაელები. და როცა ებრაელებს ბრაელებს დასჭირდა დახმარება, არავინ არ მოჩნდა გვერდით. ასე რომ ვფიქრობ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს იყო დაახლოებით ესე. ვაუ, მე მგონია, რომ მაშინ შენს გვერდით ვიყავი, როცა გჭირდებოდი და ახლა შენ საერთოდ არ ხარ აქ. ამგვარი არ ყოფნა ძალიან ძაფრად იგრძნობოდა და ვიცი, რომ ეს ნამდვილად იგრძნეს ინდუსტრიის შტუსტრიის შიგნით მყოფმა ადამიანებმა. ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი კი არა ისინი იყვნენ, ვინც ისრაელის დროშებს არ აქვეყნებდნენ. არამედ ისინი, ვინც ოქტომბრის მეორე კვირას ვერ შეძლეს ხელი მოეწერათ წერილზე, სადაც ეწერა, გაათავისუფლეთ მძევლები,
რადგან ვერ ჩაერთვნენ ან სხვა მიზეზი ჰქონდათ. აი ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. და ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელია. I think რაც დავინახეთ, ძირითადად ის იყო, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იყო შენი კავშირი და ჩართულობის დონე, როგორც ებრაელის. 7 ოქტომბრამდე. ზოგადად, ეს განსაზღვრავდა იმ რეაქციას, რასაც შენგან ველოდით 7 ოქტომბრის შემდეგ. იმ თვალსაზრისით, როგორც ჰოლივუდის ეს ხალხი რეაგირებდა. ამიტომ ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანი ვუყურებდით გარკვეულ ებრაელ ფიგურებს, რომლებმაც არასდროს ამოიღეს ხმა ებრაელი ხალხის სახელით. კარგ დრესაც კი არ ამოიღებდნენ ხმას, მაგრამ უეცრად საშინელ დღეს მაინც ველოდით, რომ ამას გააკეთებდნენ და შოკში ვიყავით, რომ ასე არ მოხდა. და გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, არ ვამართლებმათ, მაგრამ ცოტა ისეთი შეგრძნებაა, რომ რას ელოდით. ეს ადამიანი არ არის ამ საზოგადოების აქტიური წევრი. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება უწოდო არაპრაქტიკოსი ებრაელი, რომელიც ნამდვილად ებრაელია დაბადებით და კავშირებით, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ებრაულ ტრადიციებს არ მისდევს. არაფერს აკეთებს ებრაული მიზნებისთვის. არ მისდევს ებრაულ ტრადიციებს არანაირი ფორმით. და ამ ადამიანებისგან არ უნდა გვეფიქრა, რომ ისინი 7 ოქტომბერს რაიმეს გააკეთებდნენ. ზოგი მხრივ სასიამოვნოდ. არ მინდა ვთქვა, რომ გაგვიკვირდა, მაგრამ ძალიან კარგი იყო იმის ნახვა, რომ ადამიანები, რომლებიც თავს ებრაელებად მიიჩნევენ და აქტიურად არიან ჩართული, თუმცა ადრე ასე ხმამაღლა არ გამოხატავდნენ ამას, ამ მომენტში თქვეს: ეხლა ხმამაღლა გამოხატავ ჩემს პოზიციას. ესეთი ადამიანები ვნახეთ. ნახეთ ის ადამიანებიც, რომლებიც აქამდე არასდროს იყვნენ ხმამაღალნი, არც აპირებდნენ და არც ეხლა გამოხატავენ ხმამაღლა თავიანთ პოზიციას. და არიან ისეთებიც, რომლებიც თითქოს შუაში არიან. და სწორედ ესენი არიან ისინი. უფრო მეტად უბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებიც უფრო მეტად არიან ჩართულები. შეძლოთ მეტი ეთქვათ, მაგრამ პიარის სენსიტიურობის ან სხვა მიზეზების გამო არ თქვეს. და სწორედ ეს ადამიანები მაბრაზებენ. ჩემთვის ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ჰოლივუდი ერთნაირია და ყველამ ერთნაირად გამიცრუა იმედი. რადგან როგორც თქვი, ვიღაცის საყვარელი მსახიობი, ისედაც ცუდი მთვრალია. ზოგიერთ ადამიანში მაინც გაბიცრუდება იმედი. ჩემთვის კი იმათში, ვისაც უკეთ იცნობდი, სხვა ადამიანების მხარდამჭერი უკვე ყოფილხარ. ეხლა კი შენი ხალხის დროა. ებრაული გალების წამყვანიც ყოფილხარ. ამ საკითხის სად გახარ? იმ ხალხმა მართლა გამაღიზიანა. ხო, ვფიქრობ, იცი, ხელოვნების სფეროს გარეთ მყოფ ადამიანებში არსებობს აღქმა, რომ არაპოპულარული საქმის მხარდაჭერას შეიძლება შედეგები მოჰყვეს. და ცხადია, ეხლა ისრაელის მხარდაჭერა არაპოპულარული პოზიციაა სამწუხაროდ მოდურ წრეებში და ამას შეიძლება შედეგები მოჰყვეს. და ვიცი, რომ ხელოვნების სხვა დარგებშიც, მაგალითად კლასიკურ მუსიკაში, ძალიან რთულია ადამიანებისთვის ისრაელის მხარდასაჭერად საჯაროდ ხმის ამოღება. იმ მცირე რიცხოვანთათვის, ვინც ამას აკეთებს, ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოდის. მაგრამ ასევე მსმენია და იცით მაგალითად ჯენიფერ გუდვინი, რომელიც თქვენმა ინტერვიუში ხავდათ პოდკასტზე, თქვა, რომ ეს საერთოდ არ არის სიმართლე. და ის ნამდვილად უფრო მეტად გამოხატავს თავის ებრაულ იდენტობას 7 ოქტომბრის შემდეგ. ძირითადად, ესეც ხსმენიათ თქვენ. დიახ, ძირითადად არ ხდება შავსიაში შეყვანა იმ ადამიანების, ვინც ისრაელის მხარდასაჭერად საუბრობს. უბრალოდ ეს არ ხდება. ვითხოვდი, რომ რაც ხდება, არის შემდეგი. ეს უფრო ზოგადი კომერციული საკითხია, გარკვეული ბრენდების ან პროექტების შემთხვევაში. შეიძლება მათ არ სურდეთ იყვნენ დაკავშირებული ვინმესთან, ვინც ხმამაღლა და აშკარად ამახვილებს ყურადღებას ნებისმიერ საკითხზე. ეს არ არის ებრაული ან ისრაელის საკითხი. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ უნდა გაყიდოს, მაგალითად სპორტული ფეხსაცმელი. არ სურს ჰქონდეს საქმე ვინმესთან, ვინც სხვა რამეს ამბობს, გარდა იმისა, რომ იყიდეთ ეს სპორტული ფეხსაცმელი. მაგალითად, მსახიობი, რომელმაც ფიფქია ითამაშა. რაღაცა მსგავსი სიტუაცია. იცი, ვისაც დააბრალეს ფილმის ჩაშლა, რომელიც ალბათ ისედაც ჩავარდებოდა, იმიტომ რომ მან, იცი, ძალიან ხმამაღლა დაიწყო საუბარი, იცი, მემარცხენე პოზიციებზე. ხო, მაგრამ ჩემთვის აი ესეთი სიტუაცია. მნიშვნელობა არ აქვს რეალურად რა თემაა. თუ შენ ირჩევ რომელიმე ცხელი თემას და ამ დაძაბულობას კომერციულ პროექტზე გადმოიტან, ხალხს ეს არ უნდა. და მე ეს მესმის, იმიტომ რომ რაღაცის გაფიდვას ვცდილობ. ეს იგივე იქნებოდა, თუ ისრაელზე გამუდმებით იხმაურებდი და ამ დროს ვცადე მაგალითად ბოტასების ან სხვა რამის გაფიდვა. მაგრამ იმ მხრივ რომ აი მე დიდი მხარდამჭერი ვარ ისრაელისა, აი ამ კაცს ვერ დავიქირავებთ. მე რაც ვხედავ, ეგ არ ხდება და სინამდვილეში რასაც ვხედავ არის ის, რომ როგორც კი თავს გამოაჩენ და ხელს აწევ, რომ კი იმ ებრაელებს შორის ვარ, ვინც ებრაელების მხარეს დგას.
აღმოაჩენ, რომ თელ ინდუსტრიაში შენიანებს პოულობ, რომლებიც ამბობენ, კარგი, შესანიშნავია, რას შევქმნით ერთად? რა პროექტების გაკეთებას და გაყიდვას და მოყოლას ვცდილობთ ახლა ყველანი სასწრაფოდ. და ამას ხედავ თელ ინდუსტრიაში. სტუდიის ხელმძღვანელებიდან პროდიუსერებამდე, სცენარისტებიდან მსახიობებამდე. როგორც ჩანს, ყველა ვისაც ეს აინტერესებს, 7 ოქტომბრის შემდეგ ისეა გააქტიურებული, როგორც მანამდე არ ყოფილა. ბევრად მეტი დევს სასტორზე და გადაუდებლობაც გაცილებით დიდია. მოიცა, რთული ამ ამბების მოყოლა და გადაღება სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე შავ სიაში შეგიყვანენ. არა იმიტომ, რომ თითქოს ჩვენ არ მოგწონს ისრაელი, არ მოგწონს ებრაელები, თქვენს ამბავს არ მოუყვებით. უფრო იმიტომ, რომ თუ რთულია ამ ამბის მოყოლა, ეს არის იმიტომ, რომ მაგალითად გვიჭირს შესაფერისი ადამიანის პოვნა, რომ ეს ებრაული ამბავი მოუყვეთ. მაგალითად, Netflix-ის სერიალი Nobody Wants This. შემთვის ეს იდეალური მაგალითია იმისა, თუ რას უნდა ვცდილობთ ჰოლივუდს უნდა ვცდილობდეთ ჰოლივუდში, რაც შესანიშნავია. რომანტიკული კომედია, თანამედროვე, ცნობილი ვარსკვლავებით. ძალიან საინტერესო. და ყველაფერი ებრაელებზეა. და იმაზე თუ როგორ უყვართ ებრაელებს, ებრაელობა. საოცარია, სრულყოფილია. როცა საქმე რთულდება, ეს მაშინ ხდება, როცა შენს შოუში Kristen Bell და Adam Brody არ ყავს მთავარ როლებში. ეს ბევრად უფრო რთულია. და შეიძლება გიჭირს ამ ადამიანის პოვნა, რადგან ისინი ნერვიულობენ ებრაულ პროექტში მონაწილეობაზე. აი სწორედ აქ შეიძლება შეგექმნას ასეთი პრობლემა. ან ის ამბავი, რომელსაც ცდილობ მოკვე, არ მინდა ვთქვა, რომ ზედმეტად ებრაულია, მაგრამ უფრო ასეა, რომ როგორც გასართობი პროდუქტი, შეიძლება არ იყოს საკმარისად უნივერსალური და მიმზიდველი, რომ მას საკუთარი ღირსებაც ჰქონდეს. და მხოლოდ მნიშვნელოვანი ებრაული ისტორია არ იყოს. რადგან მისი წარმოება დიდ თანხებს მოითხოვს და მოგიწევს ფართო აუდიტორიის მოზიდვა, რომ თანხა დაიბრუნო, ხომ ასეა? ზუსტად, ეს ბაზარია, ხო ასეა. ამიტომ არ შეიძლება უბრალოდ თქვა, რომ ამ ფილმს ვაკეთებ დედამიწაზე მცხოვრები 15 მილიონი ებრაელისთვის. და მჭირდება, რომ თითოეულმა მათგანმა ნახოს, რომ თუნდაც ერთი თეთრი დავიბრუნო, ხომ ასეა? უნდა იყოს ასე. ეს მართლაც ძალიან საინტერესო ისტორია. ესენი მართლაც ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან. და სხვათა შორის, ისინი ებრაელები არიან და მათი საუბრის, ურთიერთობისა და ცხოვრების წესი ებრაულია. ესეთი ტიპის პროექტები უნდა იყოს პრიორიტეტული და ისინი კულისებში მიმდინარეობს და ხალხი მართლაც მუშაობს მათზე. უბრალოდ, ეხლა ეს რთული საქმეა. როგორც არ უნდა იყოს რაღაცის გაკეთება რთულია. როგორც უმეტესობას იცის, ჰოლივუდის სწრაფად იცვლება და ორიგინალური პროექტების განხორციელება უფრო რთულია ვიდრე ოდესმე. ეს ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობაა, მაგრამ მოკლედ რომ თქვა, მე არ მქონია ისეთი განცდა, რომ აი ეს ბიჭი ისრაელზე ლაპარაკობს და ამიტომ ვერ დავიქირავებთ. როგორც უკვე ვახსენე, ებრაელებს აშკარად მნიშვნელოვანი და ცენტრალური როლი ჰქონდათ ჰოლივუდის, კინოწარმოებისა და შემდეგ ტელევიზიის შექმნაში. ჩვენ შევქმნით ეს. დიახ, ზუსტად ასეა. თუმცა ჰოლივუდის მუზეუმს თავიდან ამის განხილვა არ სურდა, მაგრამ ეს გვერდზე გადავდოთ. მაგრამ ებრაული ცხოვრების გამოსახვა, როგორც გამონაკლისის, მსხვერპლის ან ასიმილაციის მოსურნე ჯგუფის გარდა, არ იყო ის, რისი ჩვენებაც ჰოლივუდის ებრაელთა უმეტესობას განსაკუთრებით აინტერესებდა ან კომფორტულად გრძნობდა თავს. იცით, მაშინ როცა ანტისემიტებს ყოველთვის სურდათ ჰოლივუდი ებრაულ ინსტიტუტად წარმოეჩინათ, ჰოლივუდის ებრაელები ჰოლივუდის ოქროს ხანაში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ებრაელების წარმომადგენლებად არ არეკოთ, ან თუნდაც მათ დამცველებად. როგორც თქვი, როგორც ბენ ჰეკმა აღმოაჩინა 1930-იან წლებში, ცხადია 2020-იანი წლების ჰოლივუდის სრულიად განსხვავებულია. როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედა ამ ისტორიამ გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწე ებრაელების რეაქციაზე 7 ოქტომბრის მოვლენებსა და მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ამჟამინდელ ტალღაზე მთელ მსოფლიოში? არსებობს თუ არა ჯერ კიდევ რაიმე თავშეკავება, გარდა საბაზრო ფაქტორებისა, რომ ავთენტურ ებრაულ ისტორიაში ღრმად ჩაეფლონ? იცით, ცხადია, ისინი აღარ ღელავენ იმაზე, რომ საკმარისად ასიმილირებულები არ ჩანან, ისე როგორც თქვათ სტუდიების ხელმძღვანელები 30-იან წლებში. მაგრამ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გარკვეული თავშეკავება ებრაული ისტორიების მოყოლის მიმართ? დიახ, თქვენ უბრალოდ ყველა ასპექტს შეეხეთ. გულისხმობ იმას, რომ ვფიქრობ, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის 30-იანი წლებიდან გადმოღებული ეთოსი, სადაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, 30-იან წლებში და კიდევ ერთხელ თითქმის, დიახ ასეა. მე უგებ ამ ადამიანებს, მესმის, რატომ შეიცვალეს იმ დროის სტუდიის ხელმძღვანელებმა თავიანთი სახელები შმუელ გოლდფიშიდან სამუელ გოლდვინად. იცით, ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ ებრაელად ყოფნა საშინელებაა, არამედ უფრო ის იყო, რომ ეხლა ამერიკელი ვარ. აღმოსავლეთ ევროპიდან გადმოვედი აქ. მინდა ამ საზოგადოების ნაწილი ვიყო. ჩვენ ქმნით ამ ამერიკულ კულტურას და იცით რა არის საინტერესო? რა თქმა უნდა, კლასიკური ჰოლივუდი ნამდვილად გაჟღენთილია ებრაული თხრობითა და მორალით.
უბრალოდ ასე არ ეძახდნენ. ეს არ იყო ებრაული ისტორიები. ისევე როგორც ბევრი ებრაელი მსახიობი. დიახ, რა თქმა უნდა, ყველგან იყვნენ, მაგრამ აშკარად ებრაულები არ ჩანდნენ. და ჩვეულებრივ ისინი არაებრაელებს ასახავდნენ, მაგალითად პაულ მუნი, რომელიც ყველა ეთნოსის როლს თამაშობდა, გარდა იმ ებრაელისა, რაც თავად იყო. მესმის, მაშინ რატო იყო ასე? ნაწილობრივ მაინც. და ვფიქრობ, რასაც დღეს ხედავთ არის ინგრძნობის ნარჩენი ეფექტი, რომ უნდა დავფაროთ ებრაელობა და უნდა ვთქვათ, რომ უბრალოდ ამერიკელები ვართ. ესეც არის და ფიქრობ ეს არის ერთგვარი საფუძველი. და შემდეგ ვფიქრობ მას შემდეგ ამას დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი. ეს არის შიში იმისა, რომელსაც არავინ ატენებს ეჭქვეშ, რომ თუ ძალიან აშკარა ვიქნებით. ისინი იტყვიან, ებრაელები აკონტროლებენ ამას, ებრაელები ამას აკეთებენო. რაზეც ჩემი პასუხი ყოველთვის ასეთია, ისედაც ამას ამბობენ. ასე რომ სჯობს რაიმე სარგებელი მაინც მივიღოთ. იცი ზუსტად ეს დიალოგი მქონდა ჯეისონ ალექსანდერთან ჩემს პოდკასტში. და მან დაასაბუთა, მე რაღაცაად ვკითხე რატო. მან თქვა, მგონია რომ ეს შიშია. და მე უთხარი, ისედაც ამას ამბობენ. მაშ რატო არ გავაკეთოთ უბრალოდ? და მან თქვა, ხო, იცი, ამაზე არ მიფიქრია. იცი, მგონია რომ ეს არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. ვფიქრობ, ბევრი რამ მემკვიდრეობით მოდის. ფიქრობ ეს უბრალოდ ის გზა, როგორც ჰოლივუდი დიდი ხანია მუშაობს. არ გვინდა გამოვჩნდეთ, თითქოს ჩვენ ვმართავთ ყველაფერს. რადგან ყველა ამბობს, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ მას. ამიტომ, ნებისმიერი ძალაუფლება რაც გვაქვს, არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენიანების სასარგებლოდ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყოველთვის სხვებს ვეხმარებით, რაც კარგია. სხვების დახმარება კარგია, მაგრამ ხშირად ჩვენ ამ მხარდაჭერის მიღმა ვრჩებით. და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ჰოლივუდში ბევრი ებრაელი უკვე არ არის აქტიურად ჩართული ებრაულ ცხოვრებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ, იმ ადამიანებისგან იმის მოლოდინი, რომ ისინი იქნებიან ებრაული პროექტებისა და პრიორიტეტების ხელმძღვანელები და ებრაული ხმების ამამაღლებლები, არარეალურია. ისინი ამას არ გააკეთებენ. ისინი საკუთარ თავს ამ როლში ვერ ხედავენ. მათ ეს თავიანთ პასუხისმგებლობად არ მიაჩნიათ. იცით, არ გამიკვირდება თუ ერთ ორ თაობაში მათ ოჯახებს სრულიად დაეკარგებათ ებრაული კავშირი. ეს არის ეგრეთ წოდებული ჩამოშორებული ებრაელები. ჰოლივუდის ებრაელთა დიდი ნაწილი ასეთია. ამერიკის ებრაელთა დიდი ნაწილიც ხომ ასეა? დიახ, მეც სწორედ ამას ვაპირებდი. მე თქვა, რომ ეს არის ებრაელობის ყველაზე დიდი დემოგრაფიული ნაწილი, რასაც დემოგრაფები უწოდებენ რელიგიის არ მქონე ებრაელებს. ზუსტად. ასე რომ, თქვათ, ლოს-ანჯელესში ეს რიცხვი, მგონი დაახლოებით 40% ან 30%-ია. ესე რომ შეიძლება იფიქრო, რომ ჰოლივუდშიც მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი იქნება და ბევრი ებრაელი, როგორც ჩვენ საუბრობთ, ფაქტობრივად არც კი ითვლება ებრაელად, იმ გაგებით, რომ კონდეთ ებრაული პასუხისგებლობა ან პრიორიტეტი ამ ინდუსტრიაში. დიახ, ეს მე მიყვანს ჩემს შემდეგ კითხვაზე, რომელიც იცი, ვფიქრობ, ერთ-ერთი უდიდესი შეხედულება თანამედროვე ებრაელობაზე იყო სინთია ოზიკის ფრაზა, რომ უნივერსალიზმი არის ებრაელების პაროქიალიზმი. და ეს არის ის, რაზეც მინდა თქვენთან ერთად ვისაუბრო. უნივერსალური ღირებულებების დადაცვა აშკარად მნიშვნელოვანია იუდაიზმისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მაგრამ ებრაული ცივილიზაციის ეს ასპექტი, როგორც ჩანს, ის არის, რომელსაც ამერიკელი ებრაელების უმეტესობა, რადგან ჩვენგან უმეტესობა ლიბერალურ პოლიტიკურ და სოციალურ ჯერებულებებზე აღზრდილი, ყველაზე მარტივად ეჭიდება. და ეს არის საფუძველი ბევრი კარგი საქმისა, რაც ებრაელებმა ამერიკაში და სხვაგანაც გააკეთეს, მაგრამ ამან ასევე შეასუსტა მათი უნარი, საკუთარი თავი დაეცვათ. მრავალი იმ ებრაელთაგანაც კი, რომლებიც ყველაზე ღიად აღიარებენ საკუთარ ებრაულ იდენტობას, განსაკუთრებით ხელოვნებაში, ბევრად უფრო მეტად ინტერესდებიან სხვისი თვალსაზრისით, ვიდრე ისრაელელების ან ებრაელების პერსპექტივით. რაც ერთმხრივ კარგია, დიალოგის წახალისებისთვის თავისთავად. მაგრამ რეალურად არ ეხმარება ებრაელებს თავიანთ სახელმწიფოში, როდესაც ის ალყაშია და არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ სისხლის ცილისწამებებსა და დელეგიტიმაციას აწყდება. მაშინაც კი 7 ოქტომბრის შემდეგ მათთვის ძალიან რთულია ებრაელების დასაცავად ისე იდგნენ, როგორც სხვა ჯგუფები იცავენ საკუთარ თავს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატო იყო ებრაელების რეაქცია ხელოვნების სფეროში მიმდინარე კრიზისზე, როგორც ბევრი მსმენელის აზრით, ასეთი იმედგამაცრუებელი. I think it's ძალიან გონიერი შენიშვნა და მგონია რომ პასუხი კი არის. ვფიქრობ, ეს იუდაიზმის ძალიან ამერიკული სახეობაა. თითქოს იუდაიზმი ნიშნავს ტიკუნ ოლამს, დასაწყისიდან ბოლომდე. ეს არის მთელი არსი. და რა თქმა უნდა, იუდაიზმი მხოლოდ ეს არ არის. ეს ნამდვილად იუდაიზმის მნიშვნელოვანი და ლამაზი ნაწილია. როგორც შენ თქვი, ის რაც გვაქცევს ყველა საზოგადოებაში ასეთ სიცოცხლით სავსე ნაწილად, არის ის, თუ როგორც ზრუნუზრნავთ სხვებზე. გულისხმობ, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მცნებაა. ასობით სხვადასხვა ფორმით იუდეურ ლიტურგიასა და წმინდა წერილში. ზრუნვა უცხოზე, ზრუნვა ქრივზე, ზრუნვა ობოლზე, ზრუნვა მტერზე, ზრუნვა ამაზე, იმაზე, ეს უზომოდ მნიშვნელოვანია. წერტილი.
და ეს ყველაფერი არ არის. სული პაკეტი გჭირდება. ჩვენ ბევრად უფრო მეტნი ვართ, ვიდრე მხოლოდ ეს ერთი ღირებულება, როცა საქმე ებრაელ ხალხს ეხება. და თუ შენი მთელი განსაზღვრება იმისა, რას ნიშნავს იყო ებრაელი, არის სოციალური სამართლიანობა, მაშინ შენი რწმენა, შენი ტომი, სინამდვილეში ებრაელი ხალხი არ არის. ეს არის სოციალური სამართლიანობა. და უბრალოდ თითქოს კი პასადებ ამას. ხო, ანუ ვუხურე შენს ეპიზოდს ჯეისონ ალექსანდერთან ერთად და ის შესანიშნავია. ის ძალიან ნიჭიერია და მართლაც გამოიჩინა თავი, იცი, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, იცი, ებრაული საკითხების დასაცავად საუბრობდა. მაგრამ საინტერესო იყო, როცა ის ამბობდა, რომ უჭირდა უბრალოდ ხმა ემაღლებინა მძელდა დაყვანილი ბავშვისთვის. იცი, პოსტ-ოქტომბერი 17-ის დასაწყისში. მაგრამ მას უნდოდა ბავშვებზე საუბარი ზოგადად, იცი, ან სუნცირე, იცი. მას უხერხულად გრძნობდა თავს მხოლოდ ისრაელელი მსხვერპლების შესახებ საუბარი და არა პალესტინელებზე, რომლებიც ასევე მსხვერპლები იყვნენ. და მე უთხარი, რომ მესმის ეს, მაგრამ ასევე ეს არ არის ის, რასაც მეორე მხარეს ვინმე გააკეთებდა. ხო, და ის არ არის ერთადერთი სტუმარი, რომელსაც მსგავსი გრძნობა გამოუთქვამს. იცი, რომ ეს გამოავლინა. ეს ალბათ ეს ინსტინქტი მათში თითქმის უპირობოდ არსებობს. ეს ძლიერი სურვილი, რომ აუცილებლად უნდა გაუზიარონ, მაგალითად, ვაუ, მე აქ ტომობრივად არ ვიქცევი, მე არ ვაყენებ ებრაელებს პირველ ადგილზე. ღმერთმა დამიფაროს, რომ მხოლოდ ებრაელებისთვის ვიყო. ზუსტად, ღმერთმა დამიფაროს, ვინმე იფიქროს, რომ მე, ხომ იცით, ერთ რომელიმე ჯგუფს უჭერ მხარს სხვებზე მეტად. და მე ვგულისხმობ, ვფიქრობ, ნორმალურია, რომ ცხოვრებაში ოჯახი დააპენო პირველ ადგილზე. ხომ იცით, თუ ყველაფერი თანაბარია, რა თქმა უნდა. და ეს არც ნულოვანი ჯამის თამაშია. ხომ იცით, შეგიძლიათ ერთ მძევალზე ვიდეო გააკეთოთ და შემდეგ რამდენიც გინდათ, სხვა ადამიანებისთვისაც გადაიღოთ ვიდეოები. მაგრამ არ უნდა იყოს. ჯერა რომ არ უნდა იფიქროთ, ან ეჭვი შეიტანოთ თქვენ სურვილში, გვერდში დაუდგეთ თქვენიანებს, მაშინ როცა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ფიქრობ, ამაში არავის არაფერი აქვს მოსაპატიებელი. ეს სრულიად ბუნებრივია. და კიდე ერთხელ როგორც თქვით, ამ კონკრეტული საკითხის მეორე მხარესაც არ აქვს ესეთი ეჭვები. და არც სხვა რომელიმე ჯგუფს აქვს ასეთი ეჭვები. თქვენ არ ნახავთ აზიელ ამერიკელს, რომელიც ითქვის, არა, აზიელ ამერიკელები საფრთხეში არიან, არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა რამე, რადგან სხვა ჯგუფებზე უნდა ვიფიქრო. იფიქრებენ კი, ხომ არ თქვი მათთვის საკმარისი? არა, ეს ასე არ არის. როცა ჩემზე მოდიხარ, მე ჩემს ჯგუფს დავიცავ. ეს ძალიან ბუნებრივია. არა ბუნებრივია, როცა გონია ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადო. და კიდევ ერთხელ, ეს შეიძლება იყოს ორივე ერთად. არავინ ამბობს, რომ ეს ნულოვანი ჯამის თამაშია. ეს ან მე ვარ, ან არავინ. მაგრამ ნორმალურია, რომ შენი ხალხი და შენი იდენტობა დააყენო პრიორიტეტად. ეს ბუნებრივია. ეს ვართ ჩვენ. ამაში არაფერია ცუდი. ხო. ოჯახზე რომ საუბრობთ, ჩვენ ცხოვრობთ პოლიტიკურად გაყოფილ კულტურაში. ფიქრობ, ყველა ებრაულ ოჯახს, ისევე როგორც ყველა ამერიკულ ოჯახს, აქვს თავისი დაყოფები პოლიტიკაში, ისევე როგორც ისრაელთან დაკავშირებით 7 ოქტომბრის შემდეგ სამყაროში. თქვენ ხართ ძალიან ცნობილი და საჯარო ადამიანების ოჯახის ნაწილი, რომლებიც თავიანთი აზრის გამოხატვას არ ერიდებიან. და იმის გარეშე, რომ რაიმე მტკივნეულ თემას შევეხოთ, თქვენი ძმა ბენი საჯაროდ გამოხატავს განსხვავებულ პოზიციას ისრაელთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან განსხვავდება თქვენი ან თქვენი მშობლების პოზიციისგან. ამასაც დავამატებ. როგორ ართმევთ თავს ამ განსხვავებებს? არის თუ არა გზა, რომ ეს გააკეთო ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომ ურთიერთობებს ზიანი არ მიაყენო? რადგანაც თუნდაც დათანხმდეთ, რომ გარკვეულ თემებზე არ ისაუბროთ, ვფიქრობ, ყველანი ასე ვართ. ყველას ყავს ოჯახი და იცით, მადლიერების დღეს ან პასეგზე, იცით, იქ ხოლმე პოლიტიკური ზავია. და თუ პოლიტიკური ზავი არ არის, იცით, შეიძლება პრობლემაც წარმოიშვას. მაგრამ როცა არ ლაპარაკობთ იმ საკითხებზე, რომლებიც ორივესთვის მნიშვნელოვანია, ეს სიჩუმეთ შეიძლება გაუგებრობამდე მიგვიყვანოს, ზუსტად ისე როგორც გამათი. სულად გეთანხმები. მგონია, რომ ისევ როგორც შენს კითხვებში ჩანს, შენ თითქმის თავადვე პასუხობ საკუთარ კითხვებს, რადგან ისინი ძალიან სწორად არის დასმული, ჯონათან. ძალიან ებრაულია კითხვებზე კითხვებით პასუხი. ხო, იცი, აბსოლუტურად მართალი ხარ. რაც არ უნდა იყოს, როცა ურთიერთობა გაქვს, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია და არსებობს უთანხმოება, ან განსხვავება თუ გინდა რომ ეს ურთიერთობა შეინარჩუნო, ურთიერთობა პირველ ადგილზე უნდა დააპენო. და როცა ურთიერთობას პირველ ადგილზე აყენებ, ეს ნიშნავს კომუნიკაციას. ეს ნიშნავს ურთიერთობაში კომუნიკაციას, როგორც ნახე, შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. მინდა რაღაცაზე გულწრფელად ვისაუბროთ. მინდა დავწმუნდე, რომ ერთმანეთს სწორად უგებთ. მიყვარხარ.
ეს ის საკითხია, რაზეც ვერ თანხმდებით, მაგრამ შენ მაინც შენ ხარ, მე მაინც მე ვარ. შეგვიძლია ამ თემებზე ვისაუბროთ. და უფიქრობ, უბრალოდ ამ საუბრის წარმართვა მნიშვნელოვანია. იცი, ჩემ შოუში ბევრჯერ მისაუბრია იმაზე, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ასეთი ღრმა და ხანგრძლივი საუბრები. და ეს საუბრები უნდა იყოს ღრმა და ხანგრძლივი. ეს არ არის, იცი, ის ტიპის ურთიერთობა, რომელზეც საუბრობ. არ ეხება შენს კოლეჯის ყოფილ თანაოთახელს, რომელსაც ზოგჯერ Twitter-ზე წერ. ეს სულ სხვა რამეა. იცი, ჩემი მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის ისაა, რომ თუ ამ ადამიანთან ერთად ვახშამზე არ შეხდებოდი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ ისრაელზე ან სხვა რამეზე იკამათოთ, ეს არ არის ის ურთიერთობა, რომელშიც ახლა დრო და ენერგია უნდა ჩადო, რომ გადაარჩინო. მაგრამ თუ ეს ის ადამიანია, ვისთანაც მართლა გინდა ურთიერთობა და დროის გატარება, მაშინ წადი და იყავი მასთან. მიეცი საკუთარ თავს სივრცე. გამართეთ საუბარი, სადაც უსაფრთხოდ და გულწრფელად დააფიქსირებთ, რა პოზიციიდან მოდიხარ თითოეული თქვენგანი. და როცა ამ საუბარს დაასრულებთ, აუცილებელი არ არის, რომ ერთმანეთის აზრი შეცვალოთ. ჩემი გამოცდილებით, საუბრის შედეგად იშვიათად იცვლება ვინმეს აზრი, მაგრამ უკეთ იგებთ, რა პოზიციიდან მოდის მეორე ადამიანი. და ეს გაძლევთ საშუალებას თქვათ, კარგი, მივხვდი. ანუ ეს ადამიანი სუნთლად შეშლილი მონსტრი არ არის. და ისინი ხედავენ, რომ მეც არ ვარ გენოციდის მომხრე მანიაკი, როგორც მათი ყველაზე დიდი შიშია. სინამდვილეში უბრალოდ ადამიანები ვართ, რომლებიც სხვადასხვა დასკვნამდე მივედით, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი. ეხლა შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება გავაგრძელოთ. თუ მოგვინდება, სხვა დროსაც შეგვიძლია ამაზე საუბარი. არ არის აუცილებელი. ალბათ აღარ ვისაუბრებთ, რადგან ვიცით, რომ ერთმანეთთან არ ვეთანხმებით. მე მირჩევნია. ჩვენ მირჩევნია უბრალოდ ერთად ყოფნით ვისი ამოვნოთ ისე, როგორც ჩვეულებრივ ვართ. და ეს ურთიერთობა შევინარჩუნოთ. მაგრამ ვიცით, რომ გზა გახსნილია. და აღარ არის ეს ფარული ფიქრი, ფარული დაძაბულობა, ფარული ეჭვი. რას ფიქრობს ეს ადამიანი? რას ამბობს ჩემ ზურგს უკან? რას ფიქრობს ის სინამდვილეში ამაზე? რადგან როცა ამას ხმამაღლა ამბობ, შეგიძლია ეს საკითხი გვერდზე გადადო და ცხოვრებას ჩვეულებრივად გააგრძელო. აღარ აიღო ემოციური პასუხისგებლობა იმაზე, რას ფიქრობს ეს ადამიანი. შენ უბრალოდ პასუხისგებელი ხარ იმაზე, რომ შეინარჩუნო ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომელიც გიყვარს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა ნებისმიერი სერიოზული განხეთქილების დროს, ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც გიყვარს. და ეს იცი, ცხოვრებას კურნავს და ამაგრებს, როცა ასე იქცევი. და ნახე, კიდევ ერთხელ, აქ ერთი მნიშვნელოვანი დათქმა, რომ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება, ხომ ასეა? ეს რომ გულისხმობ, თუ ვინმე მართლა, იცი, იმდენად დამანგრელად წავიდა გარკვეული მიმართულებით. ისე რომ ისინი შენ გესმიან თავს, არ უნდათ შენთან რაიმე კავშირი გქონდეთ და საშინელებებს ამბობენ შენზე. და იცი, ეს არ გჭირდება. ესე რომ, ურთიერთობა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ორივე ადამიანს უნდა რომ ურთიერთობა არსებობდეს. და სამწუხაროდ მე გამიმართლა, რომ ამას არ შევხედრივარ. მაგრამ ბევრი ადამიანი მყავს, როგორც დარწმუნებული ვარ შენს და როგორც უმეტესობა ებრაელების დღეს, ან თავად ქონიათ ეს გამოცდილება, ან ახლობელი ხავთ, ვისაც ქონია. საშინელი ისტორიები აქვთ საუკეთესო მეგობრებზე, რომლებიც ურთიერთობას წყვეტენ, იცი, იმიტომ რომ შენ ისრაელს უჯერ მხარს, ჩემთვის დამთავრებული ხარ. რაც ჩემთვის სამწუხაროდ გასაგებია, როგორ შეიძლება ასე მოხდეს, ეს ძალიან სასტიკია. მაგრამ ამაზე ვერაფერს გააკეთებ. თუ ვინმე ესეთი საშინელია, ეს მათი პრობლემაა. და მათ მოუწევთ ისე დაიძინონ, როგორც შეძლებენ, ან საერთოდ ვერ დაიძინონ. მაგრამ იმედი მაქვს, ისეთ სიტუაციაში ხარ, სადაც შენს მოწყვლადობას აჩვენებ და ურთიერთობას წინაყენებ, არა კამათს, არა საკითხის შინაარსს. საქმე სხვისი აზრის შეცვლაში არ არის. ერთადერთი მიზანია, როგორ ვხედავთ ერთმანეთს და როგორ ვრჩებით დაკავშირებულები იმ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, იმედი მაქვს, რომ შეძლებ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას. დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი რჩევა. ვფიქრობ, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ზოგადი კულტურა, იცით, მიდის, მოძრაობს და უკვე დიდი ხანია მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით. მახსოვს, რომ რაბინებისგან მესმოდა და იცით, 2016 წლის შემდეგ, იმ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყვნენ ცხვილები, რუილები, რომლებიც ტრამპის მიმართ დამოკიდებულების გამო განქორწინდებოდნენ. და ვიფიქრე, ეს ხო სიგიჟეა. და არსებობს ბევრად უკეთესი მიზეზები, რომ დაქორწინებულ წყვილებს ჰქონდეთ კამათი, ვიდრე პოლიტიკა. მაგრამ ეს მაინც რეალობაა. და ვფიქრობ, იცით, ეს ყველა საკითხზე აისახა. მაგრამ რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ისრაელი ესეთი ცენტრალური საკითხი გახდა კულტურაში, ვფიქრობ, ეს ხალხს ამ ნეგატიურ მიმართულებებში უბიძგებში, სადაც თითქმის გრძნობენ, რომ იმ ხარის თვალში სოლიდარობას კარგავენ, რომელზეც დგანან. თუ ისინი არ არიან გაბრაზებულები ნათესავებზე ან მათთვის ძალიან ახლობელ ადამიანებზე, თუ არ ეთანხმებიან მათ.
ხო, ეს ხო ცრუ რეალობა არა? მაგრამ ეს არის ის, რასაც სოციალური მედია აკეთებს, ეს არის ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ახლა. ეს ვირტუალური ან ცრუ რეალობაა. ხო, ჩემი აზრი ისაა, რომ თითქოს ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, როგორ ვესაუბროთ ერთმანეთს. ან თითქოს 2016 წლის შემდეგ და ვეთანხმები, რომ დონალდ ტრამპის აღზევებამ მართლაც გახსნა ეს საშინელი უზრდელობა. იმ გზით, როგორც ეხლა მივიჩნევთ მისაღებად, როგორ ვესაუბრებით და როგორ აღვიქვამთ ერთმანეთს ამ ქვეყანაში. და შემდეგ ძირითადად მთელ მსოფლიოში ეს მართვაც დაიწყო ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ჩვენ ასე მოქცევა არ გვიწევს, რადგან ეს თითქოს ჰაერშია და ვხედავთ, როგორ აკეთებენ ამას სხვები ტელევიზიაში, პოლიტიკაში, სოციალურ მედიაში და ჩვენს გარშემო. I think ალბათ ეს არის ის, რასაც ეხლა ვაკეთეთ. მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ, რომ ასე არ მოიქცეთ. ზუსტად ისე, როგორც კრიტიკული აზროვნება გვაკლდება როგორც უნარი. საქმე ის არ არის, რომ კრიტიკულად ფიქრი არ შეგვიძლია. უბრალოდ ვხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ამას არ აკეთებს. და ასე ვიქცევით, ეს არაცნობიერად ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ არ გჭირდება ამაში მონაწილეობა. შემიძლია უბრალოდ ონლაინში რაღაც დავიკითხო, ვიფიქრო, რომ ეს სწორია. და დავიწყო ამაზე საუბარი ისე, რომ საერთოდ არ მქონდეს კრიტიკული ფიქრი გამოყენებული. უნდა გავაგრძელოთ ამის გამუდმებით გამეორება და ვთქვათ, არა, აქ არჩევანის გაკეთება შეგიძლია. შეგვიძლია ერთმანეთს ზრდილობიანად ვესაუბროთ. შეგვიძლია ერთმანეთი ადამიანებად დავინახოთ. ბევრად მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გხობს. რაც ეხლა როგორც წესი ხდება, ესაა. ვპოულობთ ერთ რამეს, რაზეც არ თანხდებით. თითქოს მთელი სუფრა გვაქვს წინ. მთავარ კერძზე ვთანხდებით, დესერტზეც ვთანხდებით, საწყის კერძზეც ვთანხდებით. მხოლოდ ერთ ბარდაზე, რომელიც გვერდითაა, ვერ თანხდებით. და მთელ სუფრას ამ ბარდაზე ვამახვილებ ყურადღებას. და თუ ამ ბარდაზე ვერ შევთანხმდით, ჩემთვის აღარ არსებობ. და ესე კარგი სუფრა არ გამოვა. და თითქოს ამით ჩვენს პასუხისგებლობას თმობთ, მაშინ როცა შეგვიძლია უფრო პატივისცემით და პოზიტიურად მოვიქცეთ. ესე შეგვიძლია სინამდვილეში რაღაც კარგი შევქნათ. ამის ნაცვლად, რომ უბრალოდ დინებას მივხვეთ და ყველაფერი სიძულვილის ენასა და დაყოფაში, პოლარიზაციაში გადაიზარდოს. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ, შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ. ეს ბუნების კანონი არ არის, რომ ადამიანები აუცილებლად უნდა იყონ დაყოფილები და ერთმანეთს ზულდეთ თავიანთ ბანაკებში. ამას არავინ ამბობს. ასე არ უნდა იყოს. ხო, ესე ვითარდებოდა კულტურა. ვიცი, ადრე დებატების პროგრამას ვატარებდი ჩემს ძველ მეგობარ JJ Goldberg-თან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ფორვარდის რედაქტორი. და ჩვენ მართავდით ასეთ მემარცხენე-მემარჯვენე დებატებს. მაგრამ ამ დებატების მთავარი იდეა იყო ის, რომ ჩვენ ძველი მეგობრები ვიყავით, შეგვეძლოს ზრდილობიანად გველაპარაკა და ამ დებატებს მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში ვატარებდით, მათ შორის მგონი იერშუში, სადაც რაბი ვოლპე იყო. ხშირად ასე ხდებოდა, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ ვდაობდით ისრაელზე და კიდევ სხვა მრავალ საკითხზე. და ბოლოს ჩვენ ხალხს შევახსენებდით, რომ მათ უფრო მეტი საერთო ჰქონდათ, ვიდრე ის, რაც მათ ყოფდა. მაგრამ ხშირად აუდიტორიის რეაქცია იყო ასეთი. თქვენ ბიჭებო, სინამდვილეში დიდად არ ეწინააღმდეგებით ერთმანეთს. და იცით, ჩვენ პასუხობდით, მაგრამ უსმენდით კი? ჩვენ მხოლოდ ვეწინააღმდეგებოდით ერთმანეთს, მაგრამ ისინი ტონზე რეაგირებდნენ. ჩვენ ერთმანეთს არ ვუყვიროდით, ერთად ვიცინოდით. ხანდახან ერთმანეთს ვეხუმრებოდით, მაგრამ პატივისცემით ვსაუბრობდით. და ისინი ისე იყვნენ გაწურთმილები, რომ ეგონათ, თუ ასე იქცევი, სინამდვილეში არ ეწინააღმდები ერთმანეთს. სწორია, ზუსტად ესეა. ეს არის უნარი, რომლის გამოყენებაც გვავიწყდება, მაგრამ გვაქვს. ეს შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის გქონდა ეს. უბრალოდ როგორც შენ ამბობ, კულტურა გვაძლევს ნებართვას, რომ ეს უნარი დაგვიქვეითდეს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მუდმივად შევახსენოთ ჩვენს გარშემო მყოფ მამაკაცებს, ქალებს და საზოგადოების წევრებს გამოიყენონ ეს უნარი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სასიამოვნოა ან სწორი საქციელია. ეს ყველასთვის უკეთესია. მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან პოზიტიური გამოცდილებაა. არანაირი უარყოფითი მხარე არ აქვს. არა, არ არის, მაგრამ ვითხოვდი, რომ არც ისეთი დიდი ბაზარია დარჩენილი, თუნდაც ებრაულ საზოგადოებაში ესეთი დებატებისთვის, როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ. არ ვიცი, ეხლა ხან კარგი დებატი ვნახე. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი უყურებდა დარო ჰორნისა და დებორა ლიპშტატის დებატს. საპირის დებატმაც დიდი გამოხმაურება მიიღო. ხო, არა, უბრალოდ ვამბობ, რომ შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩემი გამოცდილებით თითქოს ცოტა ნაკლები ინტერესი დარჩა ამ ყველაფრის მიმართ, ვიდრე ადრე იყო, უბრალოდ იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერზე ძალიან გაბრაზებულია.
მაგრამ ასევე იცი, ეს მე მიყვანს ჩემ შემდეგ კითხვაზე, რაც არის ის, რომ ერთი რამა, როცა ვსაუბრობთ ურთიერთობებისა და ოჯახის პრიორიტეტად დაყენებაზე, როცა საქმე ოჯახში უთანხმოებებს ეხება. მაგრამ სად ვავლებთ ზღვარს, როგორც საზოგადოება? შენ არაერთხელ გითქვამ ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე. მაგრამ პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ თუ ყველაფერი რაზეც ვდგავართ არის ინკლუზიურობა, მაშინ ჩვენ რეალურად იცი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერზე ნამდვილად არ ვდგავართ. სად უნდა გავავლოთ ზღვარი როგორც საზოგადოება? თუ რამე ვისწავლე ჩემი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, ეს არის ის, რომ ყველა სურს ზღვარის გავლება. უბრალოდ ისინი ვერ თანხმდებიან, სად უნდა გავავლოთ ეს ზღვარი. ეს აშკარად ფართო კითხვაა. ფიქრობ, მაშინაც კი თუ ზღვარი გავლებულია და რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ამბობთ, რაღაცისთვის ყველგან არსებობს ზღვარი. კარი ყოველთვის ღია უნდა დარჩეს. ასე რომ ეს მინდა ვთქვა, ჩვენ ყოველთვის უნდა მივცეთ გამოსავალი, ყოველთვის უნდა არსებობდეს გამოსავალი. თუ და როცა მზად იქნები აზრის შეცვლისთვის, ჩვენი კარი ღიაა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არ ფიქრობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ საზღვარი არ არსებობს. ყველა ყოველთვის მისასალმებელია. ფიქრობ და სინამდვილეში ამაზე მისაუბრია კიდეც, მაგალითად მოგიყვანთ ებრაული ორგანიზაციული გარემოდან. ეს კითხვა წამოიჭრა. მე ვიყავი რამდენიმე ებრაული ორგანიზაციის ლიდერთან ერთად. სად უნდა გავავლოთ ხაზი ანტიზიონისტი ადამიანების ებრაულ ორგანიზაციებში მუშაობის საკითხში? და მე პირადად ვიგრძენი, რომ სრული უფლება გაქვთ გაავლოთ ხაზი. თუ თქვენ ხართ ებრაული ორგანიზაცია, რომლის მისია გარკვეულწილად იცით ებრაელი ხალხის განვითარებაა, ან იუდაიზმის რომელიმე ასპექტის მხარდაჭერა, ან ებრაელი ხალხის მხარდაჭერა. თქვათ, რომ თუ თქვენ რაიმე ფორმით ეწინააღმდეგებით ებრაული სამშობლოს არსებობას, ეს ორგანიზაცია თქვენთვის არ არის. ღმერთი იყოს შენთან. წადი იმუშაო სხვა ადგილას, რომელიც შეიძლება შენთვის იყოს. როცა აზრ შეიცლი, ჩვენთან სამუშაო ყოველთვის იქნება. მოდი ლოცვებზე. მშვენიერია, მაგრამ იცი, აქ მუშაობა აუცილებელი არ არის. დემ ვიკრობ ეს სრულიად კოშერია, ეს სრულიად ნორმალურია. ფიქრობ ესეთი ხაზები აუცილებლად უნდა გავავლოთ. და შენ სინაგოგაში თუ გინდა, ისინი თავისით ცოტათი თვითონვე გაივლიან ამ ხაზებს. იცი, თუ მე იმ სინაგოგაში ვარ, სადაც ყოველ კვირას ვკითხულობთ ლოცვას ისრაელის სახელმწიფოსთვის და ისრაელის ჯარისკაცებისთვის. თუ შეხარ ადამიანი, ვინც ამას უხერხულს ხდის, ან ეს გაწუხებს, შენ თვითონ გაავლებ ხაზს. გინდა დარჩე თუ არ. სინაგოგა არასდროს გეტყვის, რომ წახვიდე. კარი ყოველთვის ღია, მაგრამ თუ შენ ან ყოველ შემთხვევაში ესე უნდა იყოს. მაგრამ შენ თვითონ გადაწყვიტავ, მე აქ ვეღარ ვრჩები. ეს ჩემი ღირებულებები არ არის და შენ საზღვარს გაავლებ. თუ ეს შენთვის არ არის, შეგიძლია მშვიდობით წახვიდე, სხვაგან წახვიდე. თუ გადაიფიქრებ, აქ იქნება. ჩემთვის ეს არის დამოკიდებულება. თუ გადაიფიქრებ, ჩვენ აქ ვართ. მაგრამ თუ შენთვის რაღაც ისეთი მნიშვნელოვანია, რაც ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, შეიძლება ეს ადგილი შენთვის არ იყოს. დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ყველაფერი სადავოა, თუნდაც ისეთ მრავალფეროვან საზოგადოებაში, როგორიც ებრაელები არიან. იცი, ადვილია ვთქვათ, რომ შეგვიძლია ყველა არ ვეთანხმებოდეთ, მაგალითად, როგორი უნდა იყოს საგადასახადო განაკვეთები. მაგრამ როცა საქმე ეხება ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს განადგურებას პლანეტაზე, სადაც მსოფლიოს ებრაელების ნახევარი ცხოვრობს, ამის სადავოდ მიჩნევა, იცი, შემიძლია გითხრა, რომ თითქმის ყველაფერზე მზად ვარ ვიმსჯელო, მაგრამ ამაზე არ მინდა დისკუსია. დიახ, გეთანხმები. და ჩემი შენიშვნა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ებრაელებთან, რომ ამ სივრცეებშიც იყოს ადგოს ადგილი. საუბრისთვის, კითხვების დასასმელად და წინააღმდეგობების გამოსათქმელად. ფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან თუ ამ სივრცეს არ შევქმნით, ფაქტობრივად ბინარულობას ვქმნით, სადაც თითქოს ან ისრაელი გიყვარს, და თუ ისრაელი არ გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ თითქოს მეორე მხარეს ხარ, რაც ნიშნავს, რომ თითქოს ისრაელის სიძულვილის მხარეს აღმოჩნდები, მიუხედავად იმისა, სინამდვილეში გძულს თუ არა. და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ბინარულობა შევქმნათ, არ გვინდა, რომ ყველაფერი ან არაფერი იყოს. ან ყველაფერშია თანხმები, მიყვარს ისრაელის სახელმწიფო, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ჩემი რაბისთვის, იუე ნიშნავს ჩემთვისაც, ან საერთოდ აღარ ვარ აქ. უნდა გქონდეს რაღაცა საშუალო გზა, სადაც ვინმე შეძლებს მოსვლას და წასვლას და თქვას, რომ თავს უხერხულად გრძნობს. ეს იმიტომ, რომ ვიცით, ხალხი ყოველდღიურად იღებს ამ ანტიისრაელურ ხმაურს ყველგან გარშემო, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ეს ყველგანაა სოციალურ მედიაში, სკოლებში, მათ მეგობრებში და თუ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ შემოვიდნენ, შეცდნენ ან კითხვები დასვან, დაუკარგავთ მათ.
და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევქმნათ. და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ასეთები ზრდასრულებიც არიან. ზრდასრულები, რომლებიც იცით განათლება არ მიუღიათ და ეხლა იგივე მდგომარეობაში არიან. ისინი ეხლა იღებენ განათლებას, როგორც მათი შვილები და იმავე ინფორმაციას იღებენ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სივრცე, სადაც შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი შეშფოთება. მაგრამ დღის ბოლოს მგონი ორი მთავარი საკითხია. ერთი ისაა, უნდა არსებობდეს თუ არა ისრაელი. ჩემთვის ეს საკმაოდ ნათელი საზღვარია. შეგვიძლია ვიკამათოთ, იცით, პოლიტიკაზე. როგორც ვამბობ, ისრაელს ყოველდღე ისე არ აკრიტიკებს არავინ, როგორც თავად ისრაელები. სრულიად სწორია. ამაში პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ იცით, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვფიქრობთ, ებრაელებმა საკუთარი ბედი თავად უნდა განსაზღვრონ და ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, რომელსაც ჩვენ კოლექტიურად უკავშირდებით. The Rome არსებობს. რომ არსებობს გარკვეული ისევ ორგანიზაციული საკითხები, სადაც ეს უბრალოდ შესაბამისი არ არის. თუ ჩემი მისიის განცხადებაა, ეს არის. იცით, ჩვენ აქ ისრაელზე საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევით და ვაცხობთ საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომ ისრაელში ერთ-ერთ კიბუცს ფული შევუგროვოთ. და თუ ეს შენი საქმე არ არის, მაშინ შეიძლება ეს ადგილი შენთვის არ იყოს. და არ გჭირდება დებატები იმაზე, უნდა ვაგროვებდეთ თუ არა ფულს კიბუც ბეერისთვის. თუ ეს ასე ძალიან გაწუხებს, ეს ადგილი შენთვის არ არის. ხო, მგონი ეს მართალია. და გულწრფელად რო ვთქვა, ვფიქრობ, იცი, ისრაელი იყოს თუ არა, ისრაელი ახლა ერთადერთი საკითხია, რაც არსებობს. იცი, კითხვები იმაზე, სად უნდა იყოს საზღვარი. იცი, ყველა ის საკითხი, რაც 20 ან 30 წლის წინ მართლა აქტუალური იყო, ვფიქრობ, ახლა აღარ არის აქტუალური. და მით უმეტეს 7 ოქტომბრის შემდეგ. საინტერესოა, მაინტერესებს რატო ფიქრობ ასე? ესე იმიტომ ვფიქრობ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ დებატების ნაწილი ვიყავი. არსებობდეს თუ არა, უბრალოდ ისრაელი. დიახ თუ არა. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი რეალური საკითხი ამჟამად. მე იმიტომ რომ ვფიქრობ დიდი ხნის განმავლობაში ებრაული საზოგადოების თვალსაზრისით. ისრაელი თავად ძალიან გაყოფილი იყო, იცით, მშვიდობის პროცესის პოლიტიკაზე. და ეს ასახული იყო აქ შეერთებულ შტატებში მიმდინარე დისკუსიაში. მაგრამ ახლა ამაზე აღარ ვსაუბრობთ, ახლა ვსაუბრობთ ბევრად უფრო ფუნდამენტურ რამეზე. იცით, ანტიციონიზმი არ იყო ისეთი რამ, რაც თქვათ განიხილებოდა ან ნორმად ითვლებოდა. მაგალითად, New York Times-ის სარედაქციო გვერდებზე, იცით, 20 ან 30 წლის წინ ეს არ იყო ნორმა. ახლა კი ეს ძალიან ნორმალურია. აი ეს არის მათი პოზიცია. დიდწილად, სწორედ ეს არის არგუმენტი. და ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ანუ, იცით, იმიტომ რომ აქ ვართ ახლა, აქამდე მიგვიყვანა მოვლენებმა. ჩემი აზრი ცოტა განსხვავებულია. მაგალითად, თუ თქვენს მაგალითს გამოვიყენებთ, ვთქვათ New York Times-ის შემთხვევაში. იცით, როცა ისინი ანტიციონიზმზე საუბრობენ, მე ორ რამეს ვხედავ. ერთი, მე ამას უბრალოდ სიძულვილის მოძრაობად აღვიქვა. და რეალურად არ ხდება რაიმე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური დებატი ან დისკუსია. ეს არის, იცით, ცილის წამებაზე დაფუძნებული ებრაელთა სიძულვილი, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ვნახეთ გასულ საუკუნეში. ან ეს არის სიონიზმის არასწორი განსაზღვრა. თითქოს ის ნიშნავს ბინიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე მთავრობის სტილს ქვეყნის მართვაში და მთელი ისრაელის ამასთან გაიგივებას. ისე რომ მე მგონია, იცით, თუ კი თითს დავკრავდით და სრულიად სხვა მთავრობა იქნებოდა, რომელიც სრულიად სხვანაირად იმოქმედებდა, ფიქრობ საუბრის ხასიათი შეიცვლებოდა. ფიქრობ შეიცვლებოდა განწყობაც, არა აუცილებლივ, მაგრამ ვფიქრობ, საუბრის ხასიათი ნამდვილად შეიცვლებოდა. თუ არ გექნებოდათ საქმე მთავრობასთან, რომელსაც არ იქვამდნენ, სულ მცირე, როგორც ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ან უშვებს, ან მხარს უჭერს დასახლებულთა ძალადობას, ან აქვს მისწრაფება აივოს კონტროლი ღაზაზე, ლიბანზე და დასავლეთ სანაპირეზე. ასე ავიქმება ეს ამჟამინდელი მთავრობა. სულ მცირე. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა დისკურსის დონეზე რაღაცები შეიცვალოს. თუ წელს მოგვიანებით მთავრობა შეიცვლება, მაგრამ ნახოთ. კი, მე შეგეწინააღმდეგებოდით ამაზე, რადგან არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე წარმოსადგენი მთავრობა, რომელიც წელს შეიძლება აირჩიონ. და ცხადია, იცით, ისრაელელები ძალიან გაყოფილები არიან ნეთანიაჰუს მიმართ, მაგრამ ომის საკითხში ისინი არ არიან გაყოფილები. ისინი ნამდვილად არ არიან გაყოფილები ომთან დაკავშირებით, იცით, ირანის წინააღმდეგ ომზეც და ჰამასის წინააღმდეგ ომზეც. ხო, იცით, და ბოლოს, თუ ნეთანიაჰუ ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყო, იცით, მან ძალიან ბევრი არჩევნები მოიგო.
ეს იმიტომ არაა, რომ იცით, ეს არ არის შეთქმულება. უბრალოდ იმიტომაა, რომ მეორე მხარეს თითქოს სათქმელი გამოელია. და იცით, თუ ეს ბენეტი არ არის და თქვენ ლაპიდი ხართ, იცით, მათი პოლიტიკა ომის მიმართ დიდად განსხვავებული არ იქნება. და ვფიქრობ, თუ ბევრ ადამიანს ჩაუღრმავდებით, უბრალოდ მაგალითად ავიღებ New York Times. თვლი ვინ მოიგო ახლახან პულიცერის პრემია? შეგიძლიათ გადახედოთ მათ ავტორებს, მათი მოსაზრებების განყოფილების რედაქტორს, ვინც ახლახან დაწერა ეს გიჟური წიგნის რეცენზია ბუნდზე დაწერილ წიგნზე. ფაქტობრივად ამბობენ, რომ ვინც ფიქრობს, რომ სიონიზმი და ისრაელი ებრაული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, გიჟია. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ასე არიან. ისინი კეთილგანწყობილად არ შეხედავენ არც ერთ მთავრობას, რომელიც შეიძლება ისრაელში აირჩიონ. კი, ანუ ის ბოლო ნაწილი რაც ეხლა თქვი, ეხება იმას, რაც თავიდან თქვი. და ჩვენთვის ეს უბრალოდ ებრაელთა სიძულვილის კიდევ ერთი ფორმაა. თუ მეუბნები, რომ ეს წარმოუდგენელია, ეს ებრაელთა სიძულვილის ფორმაა, რომელიც New York Times-ის სარედაქციო გვერდზე ნამდვილად არ ჩანდა. იცი, იმ დროს, როცა ლიბერალები კონსერვატორებს ედავებოდნენ, მაგალითად, ენტონი ლუისის მსგავსი ადამიანი, ეხლა ის ამ ხალხით შეცვალეს. ხო, ეს კარგი არა, ანუ ეს ხო, იცი, ადიციონიზმი. ჩვენ მომზადებლები ვიყავით ამ კონკრეტული ებრაელთა სიძულვილის ფორმასთან გასამკლავებლად. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, როგორც ებრაულ საზოგადოებას, არ გვასწავლეს, როგორ მუშაობს ეს, როგორ უნდა ვიცნოთ. ანუ ჩვენ, მე არა. რა თქმა უნდა, მე პირველი არ ვარ, ვინც ამას ამბობს, მაგრამ იცი, ჩვენ მთელი ჩვენი დრო და რესურსი სწავლებისკენ მივმართეთ. ებრაელების სიძულვილი ნიშნავს ჰოლოკოსტს, ხო გესმის? აი ესე გამოიხურება ეს. ეს არის სწორედ ეს. მე ვიცი როგორ უნდა ვიცნო ნაცისტი და თუ ნაცისტი არ ხარ, არ ვიცი როგორ უნდა გავიგო ებრაელების მძულველი ხარ თუ არა. და ჩვენ არ დაგვიხარჯავს დრო, ფული და რესურსები სწავლებისთვის. მაგალითად, საბჭოთა ანტისემიტიზმი, ანტიციონიზმი და როგორ გამოიყურებოდა ეს და როგორ იყვნენ თავად ებრაელების საბჭოთა რუსეთში ჩათრეული საკუთარი ინსტიტუტების დაშლაში. და ჩვენ არ გვაქვს ესეთი ცოდნა, არ გვაქვს ეს ნიმუშების ამოცნობა. ამიტომ ეს ახლა ხდება სოციალურ ნორმებში, რაც ხშირად იძლევა საშუალებას ებრაელთა სიძულვილს იმოქმედოს. და ჩვენ ახლა ვცდილობ დავეციოთ მოვლენებს. ფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ნებამამეცი ცოტა ხნით ისევ ფილმებზე გადავიდე, ან სუმცირე, ფილმებთან დაკავშირებულ კითხვაზე 2024 წელს. თქვენ იყავით ებრაელი შემოქმედების ჯგუფის ნაწილი, რომელმაც წერილი მისწერა კინოაკადემიას და გააპროტესტა მაშინ ახალი წესები ოსკარის შესახებ. ინკლუზიურობის თვალსაზრისით ითხოვდით, რომ ებრაელებიც ჩაეთვალათ იმ არასაკმარისად წარმოდგენილ ჯგუფებში, რომლებიც ამ წესებში იყვნენ გათვალისწინებული. არ მგონია, რომ ამით ბევრს მიაღწიეთ, თუმცა შეგიძლიათ გამასწოროთ, თუ ცდები, მაგრამ შეუძლიათ DEI-ს, რაც პრაქტიკაში მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სვანაირად გონია, თეორიულად ისრაელსა და ებრაელებს თეთრ დამთრგუნველებად მიიჩნევს, რაც არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ მიუბრუნდნენ ამდენი პროგრესული ადამიანი ისრაელს ზურგს. შეუძლია კი მართლაც ებრაელების მიღება, როცა ისინი, ვინც ამაზე ზრუნავენ, ებრაელებს დამთრგუნველთა კლასის ნაწილად მიიჩნევენ და ვერ აღიქვამენ მათ როგორც მსხვერპლებს. ეს არის იცით ესეთი გადამწყვეტი კითხვა. ვიცი რომ თქვენ, ჩემი შავკანიანი მეგობრები და მოკავშირეები, ფიქრობთ რომ DEI მათთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია და რომ თქვენც ასე ფიქრობთ. მათთვის ეს დიდი პრობლემაა და დიდ ზიანს გრძნობენ. როცა ხედავენ რომ ებრაული ხმები ამბობენ, ყველაფრის მოშორება უნდა ფიქრობენ. ხოლო ჩვენ რა? თქვენ რას ფიქრობთ, ხომ გესმით? მეორე მხრივ, მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ბოლომდე სრულად აცნობიერებენ, როგორ იქცა DEI, როგორც შენ აღნიშნავ, არსებითად იარაღად. ისე რომ გამორიცხონ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ეთნიკური უმცირესობა, რაც სიგიჟეა. ამიტომ ჩემთვის რთულია ეს წარმოვიდგინო. არის ვერსია, სადაც უნდა კონდეს ფუნქციური DEI, ანუ მრავალფეროვნებისა და ჩართულობის ის პროგრამა, ან მსოფლმხედველობა, სადაც მრავალფეროვნება და ჩართულობა მოიცავს ებრაელებს, როგორც მრავალფეროვან ეთნიკურ უმცირესობას. რა თქმა უნდა, როცა გაიგებ, ვინ არიან ებრაელები და რა არის მათი იდენტობა, ისინი ძალიან ბუნებრივად ჯდებიან ასეთ ჩარჩოში. მაგრამ თუ მსოფლიო კვლავად სრულად ვერ გაიგებს, ვინ არიან ებრაელები და რა არის მათი იდენტობა, განსაკუთრებით ამ ბინარული, მჩაგრული ნარატივის გავლით, და ხო იცით, ამას ემატება ებრაელების სრულად არასწორი მიჩნევა და გაუგებრობა. თითქოს ისინი ძირითადად მდიდარი თეთრი ევროპული კლასი არიან. რაც არა მხოლოდ არასწორია, არამედ საერთოდაც არ ასახავს მსოფლიოს ებრაელთა უმრავლესობას, რომლებიც
თეთრებადაც კი არ აღიქმებიან. რაც ძალიან გამაღიზიანებელია, ხო გესმით? ეს არის მთავარი პრობლემა. ასე რომ ვფიქრობ, თუ ერთ წამში შეგვეძლო ამის შეცვლა და მთელი მსოფლიო იტყოდა, ანუ ებრაელების სინამდვილეში ის ტომია ისრაელიდან, რომელიც გადაასახლეს და მთელ მსოფლიოში გაფანტეს. და ეხლა იცით, ვითხოვდი რომ ჩვენ გალაპაგოსის ჩიტებს გავართ. თითქოს ყველანი სხვადასხვა კუნძულებზე განსხვავებულად განვითარდით ევოლუციის გამო. ჩვენ გავიფანტეთ, იცით, ყველანი სხვადასხვა ადგილებში აღმოჩნდით. ამიტომ ზოგს უფრო გრძელი ნისკარტი აქვს, ზოგს კი ასეთი კაკლის ჭამა უწევს. იმიტომ რომ იქ გავიზარდეთ და იქ გავიზარდეთ. მაგრამ ყველანი ერთი და იმავე საწყისი ჯგუფიდან ვართ. და ისრაელი, იცით, სადაც ჩვენგან 50%, უფრო მეტიც, 50% ზემე მეტი ცხოვრობს, არც კი წარმოადგენს უმრავლესობას იმ ხალხისა, ვინც ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდანაა. ზუსტად. ეს არის საბაზისო ფაქტები და თუ ეს გასაგები იქნებოდა, მაშინ ეს გავლენას მოახდენდა DEI-ზე. ვფიქრობ, სწორედ ეს აკლია. არ ვფიქრობ, რომ DEI თავისთავად გამოუსწორებელია და არასწორად მუშაობს. პრობლემა იმაშია, თუ როგორ ესმით ებრაელები. და თუ ამას გამოვასწორებთ, ბევრი სხვა რამეც თავის ადგილზე დადგება. ამ საჯარო ებრაულ გზაზე, რომელსაც დაადგი, რა იყო ყველაზე გასაოცარი, რაც შენს კოლეგა არტისტებზე გაიგე და როგორ შეხვდნენ ისინი 7 ოქტომბრის შემდგომ სამყაროს და რა იყო ყველაზე იმედგამაცრუებელი? ეს დიდი კითხვა. მეორე კითხვაზე ჯერ გიპასუხებ, რადგან მგონია რომ ეს უფრო მარტივია. გულისხმობ, ალბათ ის მაცრუებს ყველაზე მეტად, რომ ადამიანები ამ მომენტში საკუთარ პასუხისგებლობას თავს არიდებენ. და იცით, ეს მაძუხებს. არ ფიქრობ, რომ დედამიწაზე ყველა, ვინც მთის მწვერვალზე უნდა ავიდეს და მეგაფონით იხვიროს ებრაელებზე და დაიცვას ებრაელები. მაგრამ ფიქრობ, რომ ამ მომენტში ყველას უნდა იყოს ებრაელების ელჩი საკუთარ ცხოვრებაში და საკუთარ გავლენის სფეროში. და ადამიანებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი უნარები, ვნება და გავლენის სფერო. გამოიყენეთ ეს ვენის დიაგრამა. და იცით, სწორედ იქ უნდა მოახდინოთ გავლენა. უბრალოდ ეს ცოტათი, იცით, არის პრივილეგიის და ზარმაცობის შეგრძნება, როცა ამ მომენტს სათანადოდ არ პასუხობ და ამბობ, რომ იცით, სხვა მიხედავს ამას. მე იცით, აქ ვიქნები, უბრალოდ თავს არ გამოვიჩენ და ჩემს საქმეს გავაკეთებ, სანამ სხვები იცით, ჩემს ბრძოლებს ჩემ მაგივრად იბრძვიან. ასე რომ ეს იმედგამაცრუებელია. უბრალოდ ვისურვებდი, რომ უფრო მეტ ადამიანს ეგძნო პირადი პასუხისგებლობის მოწოდება. მაგრამ იცით, ეს არის კაცობრიობა, ხო ასეა? ყველა ეპოქაში, ყველა მომენტში, ზოგი ადამიანი ამას პასუხობს და ზოგი არა. ეს უბრალოდ ჩვენი, როგორც სახეობის ბუნებაა. ეს ნახეთ 30-იან წლებში ყოველ ჯერზე გვინახავს. ეხლაც ისევ ხედავთ, მაგრამ იცით, ეს ყოველთვის მტკივნეულია. და რაც შეეხება გაკვირვებას, რა გამაკვირვა? ალბათ გამიკვირდა. არ ვიცი თუ რამე უნდა ვთქვა. შეიძლება იმაზე თუ რამდენად პოზიტიური იყო ეს, ან რამდენად გაკვირვებულები არიან ადამიანები. ჩემთვის გასაკვირია, რამდენად პოზიტიური აღმოჩნდა ეს. ან რამდენად ხშირად ვაკეთებ რამეს, რაც ჩემთვის არა მხოლოდ ბუნებრივია, არამედ სასიამოვნოც. და ვიღაც იტყვის, ეს რა მამაცია. და მე ვრჩები ესე, უნდა დავფიქრდე ერთი წამით. და რასაც ხვდები ამაში ისაა, რომ შენთვის ეს მამაცობაა, რადგან შენთვის ამაში შიშია. მაგრამ ჩემთვის შიშის გზნობა არ არსებობს. იმიტომ რომ იცი, ბევრად უფრო შემეშინდებოდა ფარულად ცხოვრება, ან სინანული ცხოვრება. 20 წლის შემდეგ. და რომ გადავხედავ წარსულს, ვიფიქრებ, კაცო, მე შიშა რა ვიყავი. ან მე იცი, უარი ვთქვი ჩემს პასუხისმგებლობაზე, ან ცხოვრობდი ტყუილში იმის შესახებ ვინ ვიყავი. მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს კომფორტულად ეგძნოთ თავი. ეს ჩემთვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ვიყო ჩემი ნამდვილი თავი. იცი, 24 საათის განმავლობაში ეს ჩემთვის არ არის საშიში. ეს ჩემთვის თავისუფლებაა, ეს ჩემთვის კარგია, ეს ჩემთვის სწორია, ეს ჩემთვის ბუნებრივია. მართლა ასე არ არის და მე აქ თავდაბლად არ ვიწონებ თავს. ჩემთვის ამაში საერთოდ არ არის სიმამაცის შეგრძნება. ჩემთვის ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ შორდები იმას, რაც მაშინებს, რაც იქნებოდა სინანულის განცდა. ან ის, რომ საკუთარი თავისთვის, ან ჩემი ოჯახისთვის იმედი გამეცრუებინა, ან არასწორი რამ გამეკეთებინა იმ მომენტში, როცა სჭირდებოდა პრინციპულობა. ეს ჩემთვის ბევრად უფრო საშიშია. ამიტომ მგონია, რომ ალბათ მიგვირს, რომ ყველა ასე არ ფიქრობს. დიახ, ამას სრულად ვიზიარებ. დარწმუნებული ვარ ესეა. ვინ არიან ებრაელები, რომლებსაც ამჟამად აღფრთოვანებით უყურებ? ძალიან ბევრი ადამიანი მაძლევს შთაგონებას. მართლა ასეა, რადგან ეხლა ყველას ჩართულობაა საჭირო.
მე შთაგონებას ვიღებ ყველა ებრაელისგან, ვინც ამ მომენტს ღირსეულად ხვდება, მართლა. ეს იქნება შემთხვევითი ებრაელი აიოვაში, რომელიც იცით 7 ოქტომბრამდე არ იყო ჩართული და ეხლა იწყებს ებრაულ წიგნის კლუბს თავისი ოლქის 10 ებრაელისთვის. ეს ჩემთვის საოცარია და ძალიან მნიშვნელოვანია. და სწორედ ასე გავივლით ამ პერიოდს, როცა ადამიანები ესეთ რაღაცებს აკეთებენ. მე ვარ ებრაული ფედერაციის ეროვნული ახალგაზრდა ლიდერების კაბინეტის წევრი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-40 წლის დაახლოებით 400 ებრაელს აერთიანებს. და ძალიან შთაგონებული ვარ ჩემი ჯგუფის წევრებით ამ ორგანიზაციაში. და იცით, მე ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტათაგანი ვარ, ვინც რეალურად პროფესიით ებრაულ სფეროში მუშაობს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივი სამუშაოები და საქმეები აქვთ, მაგრამ ამ მომენტში პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. ისინი სურთ იხმენ ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც ებრაულ ცხოვრებას უჭერს მხარს, სადაც ისინი ლიდერულ როლებს იკავებენ, ერთვებიან თავიანთ საზოგადოებაში და უფრო მეტად უკავშირდებიან საკუთარ ებრაულ იდენტობას. ეს ჩემთვის ნამდვილად შთამაგონებელია. ასე რომ სინამდვილეში ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დონეზე, როგორიც არ უნდა იყოს შენი მიკროფონი, დიდი მიკროფონებიც მაძლევს შთაგონებას და პატარა მიკროფონებიც. ეს უბრალოდ ის ადამიანები არიან, ვინც ამბობს ჰინანი. სწორედ ეს მაძლევს შთაგონებას. კარგი შენიშვნა. და ეს კარგი მომენტია, რომ დავასრულოთ. იონა, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდი. როგორ შეუძლიათ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს გამოყვნენ თქვენს საქმიანობას და უყურონ ან მოусმინონ თქვენს პოდკასტს? მადლობა კითხვისთვის. Being Jewish with Jonah Platt შეგიძლიათ იპოვოთ ყველა თქვენს საყვარელ პოდკასტ პლატფორმაზე, Apple-ზე, Spotify-ზე, Amazon-ზე. ასევე ვართ YouTube-ზეც. ესე ვართ ტელევიზიაზე, ებრაული მაუწყებლობის სერვისზე. ეთერში ვართ Prime Time-ში, 5 შაბათს საღამოს და შემდეგ გადის განმეორებით შაბათ-კვირას. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე, beingjewishpodcast.com-ზე. და შეგიძლიათ გამომხდებით ყველა სოციალურ ქსელში იონა პლატის ანგარიშზე ან Being Jewish Podcasts-ის ანგარიშზე. კარგია, მადლობა. ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ყოველდღე მოусმინოთ Jonathan Tobin Daily Editions, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პლატფორმაზე გვისმენთ, ან თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე. გთხოვთ მოიწონეთ და ან გამოიწერეთ JNS. დააცკაპუნეთ ზარზე, რომ მიიღოთ შეტყობინებები და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და შეგვეთყობინეთ, სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, განაგდეთ კითხვა და საკუთარი აზრის ფორმირება. შევხვდებით მომავალ კვირას.